კანონის ახსნილების პროცესში მონაწილე სახელმწიფო ორგანოები და თანამდებობის პირები, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატების არის ამ კანონისთვის გათვალისწინებული ქართულ რეალობასთან ერთგვარად შეუსაბამოა, მაგალითად საქმე ეხება კანონპროექტში მოხსენიებულ ორგანოს, მაგალითად კონგრესის ბიბლიოთეკას, სახელმწიფო დეპარტამენტს, იუსტიციის დეპარტამენტს, ხაზინის მდივანს, პოსტის გენერალურ დირექტორს, შტატების პრეზიდენტს და ასე შემდეგ, რაც გარკვეულწილად უნდა იყოს ქართულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანილი და აქედან გამომდინარე შესაბამის საკანონმდებლო აქტებში ცვლილების საჭიროებაც არის, თუმცა პაკეტს მხოლოდ ერთი კანონპროექტი, სისხლის სამართლის კანონპროექტი ახლავს თან და დანარჩენი საკანონმდებლო აქტების პროექტები წარმოქმნილ კანონპროექტთან მიმართებაში თან დართული არ არის. აგრეთვე თქვენ როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ მსგავსი ურთიერთობის მომწესრიგებელი საკანონმდებლო აქტი გვაქვს ქართულ სინამდვილეში, თუ ინიციატივების მიზანი აღნიშნული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადებაა, შესაბამისად ამ აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზეც კანონის პროექტი უნდა იყოს დართული. უცხოური გავლენისგან დასაცავად ამერიკის შეერთებულ შტატებს თავისი ხალხის და მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მათ შორის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, სუვერენიტეტის გასაძლიერებლად აქვს ძალიან კარგი მექანიზმი და კარგი კანონი, მოქმედი კანონი, რომელიც უკვე რამდენიმე ათეული წელია მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ზუსტად ანალოგიურად ჩვენს ქართველებსაც გვაქვს უფლება, რომ ეფექტურად დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი. ზუსტად იგივე სანქციები იქნება, რაც მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებში. შეუძლებელია, რომ კანონი, რომელიც მოქმედებს ამერიკაში და არის დემოკრატიული, საქართველოში არადემოკრატიული იყოს. ზუსტი სიტყვასიტყვით თარგმანია. ეხლა გამოვიდნენ ეს ადამიანები და გითხრათ, სადმე თარგმანში პრობლემა ხომ არა გაქვს. თუ უკეთეს თარგმანს შემოგთავაზებენ, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს გავიზიარებთ.